ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქრისტიანულ ეკლესიაში სულიერებისა და ინტელექტის კავშირის მნიშვნელობაზე. ამ თემას წარმოაჩენს აღდგომიდან მეხუთე სამარიტელის კვირიაკის კვირადღის წირვის სახარება, სადაც მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ სამარიაში გზად მიმავალი იესო ქრისტე ჩერდება იაკობის ჭასთან, მისი მოწაფეები მიდიან საკვების შესაძენად და იგი რჩება მარტო ჭასთან. ამ დროს გამოჩნდება სამარიტელი დედაკაცი, რომელიც მოდის წყლის ასაღებად. და იესო ქრისტე იწყებს მასთან საუბარს. ეს დედაკაცი გაკვირვებულია, იმიტომ რომ საერთოდ იუდეველებსა და სამარიტელებს შორის ურთიერთობა მეტად დაძაბული იყო, ისინი მათ შორის ხშირი კონფლიქტები იყო. იუდეველები თვლიდნენ, რომ სამარიტელები ესენი არიან წარმართული ხალხი, წარმართული წარმოშობის ხალხი, რომელიც ნაწილობრივ შერეული იყო იუდეველებთან და მათ ჰქონდათ მოსეს ჯული, მოსეს ხუთ წიგნეულს აღიარებდნენ, მაგრამ წინასწარმეტყველებს ისინი არ იცნობდნენ. ანუ მათი ჯული იყო არასრულყოფილი და რასაკვირველია რაღაცა წარმართობასთან გარკვეული თვალსაზრისით აღრეული და იუდეველები მათ როგორც საერთოდ ნებისმიერ წარმართებს მეტად ესეთი ზემოდან უყურებდნენ, მათთან ურთიერთობას ერიდებოდნენ და ყოველთვის მათ შორის კონფლიქტები. სამარიტელებიც ბუნებრივია თავს იცავდნენ იუდეველთა ამ დამოკიდებულების გამო და ისინიც მტრულად იყვნენ განწყობილი და ეს დედაკაცი გაკვირვებულია, რომ ჯერ იუდეველი სამარიტელს ესაუბრება და მეორე იმით არის გაკვირვებული, რომ თან სამარიტელ დედაკაცს, მამაკაცს ესაუბრება სამარიტელს. საერთოდ გარდა მტრული დამოკიდებულებისა, ქალის მიმართ დამოკიდებულება წარმართთა შორის და ასევე იუდეველთა შორის საკმაოდ ესეთი იყო და არათანასწორი, როგორც არათანასწორს უყურებდნენ მამაკაცები ქალებს და ითვლებოდა, რომ ქალთა საუბარი რაღაც მამაკაცისთვის კიდევაც შეუფერებელიც კი იყო. აი ეს არის მთავარი, ესე იგი, მომენტი, რითაც იწყება ურთიერთობა სამარიტელ დედაკაცთან იესო ქრისტესი და იესო ქრისტე ესაუბრება იმის შესახებ, რომ იქ წყაროსთან ხდება საუბარი და ეუბნება, რომ აი მომეცი წყალი დამალევინე და როდესაც უკვე ეს ქალი გაკვირვებულია, რომ როგორ რატო ელაპარაკება სამარიტელ დედაკაცს მამაკაცი იუდეველი, ამაზე იესო ქრისტე პასუხობს, რომ შენ რო იცოდე შენ ვინ გელაპარაკება, შენ თავად მოსთხოვდი მას წყალს და წყალს, რომელსაც მე მოგცემ, ეს არის წყალი, რომლის შესმის შემდეგაც შენ წყალი აღარასოდეს მოგწყურდება. დედაკაცი ჯერ გაკვირვებულია, მაგრამ თანდათანობით ხვდება, რომ იგი ელაპარაკება არა უბრალოდ იუდეველს, არამედ
ვთქვათ, რაღაც ღრმად რელიგიურ ადამიანს, რომელიც ასე ვთქვათ, გარკვეულ საიდუმლოს ატარებს რაღაც ეს ქალი ამას გრძნობს და ამის შემდეგ იგი იწყებს საუბარს, შეკითხვებს სვამს ასე ვთქვათ, სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რაც წარმოაჩენს იმას, რომ ამ დედაკაცში არის ესეთი ინტერესი სარწმუნოებისადმი და მაცხოვარი ეუბნება, რომ აი სწორედ აქ არის მთავარი ესეთი არსი ქრისტიანობის გადმოცემული, რომ აი სად არის ჭეშმარიტი ჯული, სამარიტელებთან თუ იუდეველებთან ეკითხება სამარიტელი დედაკაცი. და მაცხოვარი ეუბნება, რომ რასაკვირველია ჯული იუდეველების არის, მაგრამ დადგება ჟამი, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი ღვთისა, სულითა და ჭეშმარიტებითა თაყვანისმცემენ უფალს. ანუ არა ჯული, არა ძველი აღთქმის კანონები, არამედ ახალი ჯული. და რა არის ამ ახალი ჯულის მთავარი მახასიათებელი? ამ ახალი ჯულის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ მისთვის მთავარია არა უბრალოდ კანონების ასეთი დაცვა, არამედ უპირველეს ყოვლისა ამ კანონების ასეთ მიღმა, დანახვა ადამიანის სულიერი სამყაროსში მიმდინარე პროცესებისა, რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ ადამიანის ზრდას სათნოებებში, სრულყოფას სათნოებებში და მეორეს მხრივ აი ამ ზრდის პროცესში ადამიანის აზროვნების, ადამიანის ინტელექტუალური მოღვაწეობის აუცილებლობას, რამე თუ სულიერი ზრდა პიროვნებისა შეუძლებელია ჭეშმარიტების საფუძველზე ამ პროცესის წარმართვის გარეშე. სულიერი ზრდა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს ჭეშმარიტ სწავლებას. და პირიქით ჭეშმარიტი სწავლება ფუჭია თუ მასზე დაფუძნებული სულიერება არ ცდილობს სრულყოფისკენ სვლას და არ აქვს ნაყოფი, სწორედ სულიერი ნაყოფი, ანუ სათნოებათა განმრავლება. ამიტომაც ბრძანებს იაკობ მოციქული, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. რწმენა იმისა, რომ თუ რასაც გვეუბნება ღმერთი, რწმენა ჭეშმარიტი ასეთი ღვთაებრივი ჭეშმარიტებების რწმენა და ცოდნა ღვთაებრივი ჭეშმარიტებებისა, სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების ცოდნა არ არის საკმარისი. თუ ადამიანი ამ რწმენის საფუძველზე არ ცდილობს სულიერ განვითარებას, სულიერ სრულყოფას და პირიქით სულიერ განვითარებას არ ექნება ნაყოფი, თუ იგი არ ეფუძნება ჭეშმარიტ სარწმუნოების, ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ ცოდნას. ჩვენ აღდგომიდან პირველი კვირა
ვისაუბრეთ რწმენის მნიშვნელობაზე, რწმენის შენარჩუნების, რწმენის სიმტკიცის, რწმენის ურყეობის შენარჩუნების შესახებ. დიახ, რწმენის შერყევა ეს ნიშნავს ესე იგი რომ ადამიანი ვერცერთ სათნოებას ვერ აღასრულებს თუ იგი მტკიცე არ არის სარწმუნოებაში, მაგრამ ამავე დროს წმენის მატარებელი ადამიანისთვის აუცილებელია აი სწორედ სათნოებანი და აი ერთ-ერთი სათნოება რომელიც უპირველესია და რომელზეც ჩვენი ეკლესია აქცევს ყურადღებას ეს არის უკვე აღდგომიდან მესამე კვირის სახარებაში ჩვენ ვისაუბრეთ სწორედ მენელსაცხებლე დედებზე და იესო ქრისტეს ერთგულ მოწაფეებზე, ანუ ერთგულება, ანუ წმენის საფუძველზე არსებული ღვთისადმი ერთგულება და აი ამ ერთგულება ნიშნავს მზადყოფნას, რომ სიცოცხლეც კი გასწირო შენი რწამსის გამო და იმ პიროვნების გამო ვინც შენთვის ძვირფასია, ვინც შენი მეგობარია, მით უმეტეს მოძღვარია. ანუ სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი სათნოება, ამას გვეუბნება მესამე კვირის სახარება, სადაც მენელსაცხებლე დედებზე, ერთგულ მოწაფეებზეა. შემდეგი სახარება მეოთხე კვირის განრღვეულის შესახებ, ანუ დამბლადაცემული, პარალიზებული ადამიანის შესახებ გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში მრავალი განსაცდელი და ძალიან მძიმე განსაცდელები შეხვდეს, იგი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას, არ უნდა დრტვინავდეს. ანუ დრტვინო ეს არის უკმაყოფილება იმ ვითარებით, იმ მძიმე ვითარებით, მძიმე ჯვრის გამო, ანუ თავისი ჯვრის ქვეშ მყოფი ადამიანი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, არ უნდა წუხდეს, არ უნდა სამდურავს არ უნდა დრტვინო, ეს არის სამდურავი არსებული ჯვრის სიმძიმის გამო. და აი ამ დრტვინვაში არ უნდა იყოს, არამედ უნდა შეეძლოს უდრტვინელობა ნიშნავს ჯვრის ტვირთველობას მოთმინებით და იმის შეგნებით, რომ ყოველი ტვირთი, რომელსაც ღმერთი ადამიანს აძლევს, ეს არის მისი მაცხოვნებელი, მისი სულიერი ამაღლების გზა და საშუალება და ამ ტვირთს უნდა ვატარებდეთ ერთის მხრივ მოთმინებით და მეორეს მხრივ სასოებით იმისა, რომ აი ამ ტვირთის ერთგულად ტარება მოთმინებით, უდრტვინველად ტარება ჩვენ ცხოვნებას მოგვიტანს, მარადიულს გვაზიარებს, დროებითი შეიძლება ასე თქვათ აკლდეს ადამიანს წარმავალი, მაგრამ მარადიულს მოიპოვებს. და აი მარადიულისთვის არის ეს უდრტვინელობა, მოთმინება, სასოება და ბოლოს ესე იგი საოცარი სათნოება, მადლიერება იმის გამო, რომ ღმერთი აი ასეთი გზით ჯვრის გარკვეული სიმძიმით, სიმწარითაც კი საბოლოოდ ჩვენ მიგვიწვის მარადიული სიცოცხლისაკენ, მარადიული ნეტარებისაკენ. და აი ამის შემდეგ უკვე არის მეხუთე კვირა, სამარიტელის კვირა, სადაც სწორედ აქცენტია იმაზე, რომ ერთია ჩვენი რწმენა, მაგრამ მეორეა აი ამ რწმენის ესე იგი კავშირი სულიერ განვითარებასთან, რომ ადამიანი მუდმივად უნდა სულიერად ვითარდებოდეს და შესაბამისად ოღონდ ერთი პირობით ეს რწმენა უნდა
ეს განვითარება სულიერი სრულყოფისკენ სწრაფვა უნდა ეყრდნობოდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რომელსაც მუდამ ადამიანი უნდა აცნობიერებდეს ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და შესაბამისად მას უნდა ეყრდნობოდეს სარწმუნოების, ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე სულიერ სრულყოფას არ ექნება კეთილი ნაყოფი და პირიქით ჭეშმარიტი სარწმუნოების ცოდნას არ ექნება რასაკვირველია შედეგი თუ ადამიანი ამ საფუძველზე არ ცდილობს განამრავლოს თავისი ტალანტი, ანუ სრულყოს თავისი სათნოებანი. აი მაგალითად წიგნობრებს და ფარისევლებს ძალიან დიდი ცოდნა ჰქონდათ. ღმერთიც სწამდათ, ცოდნაც ჰქონდათ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სულიერება. მათ არ ჰქონდათ სწორედ აი ეს სულიერი შრომა, პირადი სულიერი განვითარებისთვის სწრაფვა და რატომ? იმიტომ რომ თვითკმაყოფილებაში იყვნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ რახან მათ ცოდნა აქვთ და ეს ყველაფერი იციან, საკმარისია ეს ცოდნა და ისინი არიან მასწავლებლები, ისინი არიან ელიტარული ფენა და ესე იგი არ ზრუნავდნენ თავის სულიერ განვითარებას და ამიტომ აი ეს სულიერი განვითარების გარეშე ადამიანის გონება უგნელდება და ჭეშმარიტი სარწმუნოება ასე იგი ამახინჯებს ამ სარწმუნოებას, არასწორად განმარტავს ამ სარწმუნოებას. ესე იგი სულიერების გარეშე ჭეშმარიტი სარწმუნოებას კარგავთ, მაგრამ ამავე დროს სულიერი განვითარება ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე ჩვენ გვაცილებს ღმერთს, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ერთია და აი ჩვენ ვიცით რომ არსებობს მრავალი რელიგიური მოძღვრება, მიმდინარეობა და ჩვენ ვიცით რომ ეს არის სწორედ ადამიანის მოწყვეტა აი ამ საფუძვლებთან და როგორც ჭეშმარიტების გარეშე სულიერი განვითარება შეუძლებელია, ასევე სულიერი განვითარების გარეშე ჭეშმარიტების ფლობა შეუძლებელია. ეს ორი რამ ავსებს ერთმანეთს, ამიტომ ადამიანი მუდამ უნდა ვითარდებოდეს სულიერად და ამავე დროს მუდამ უნდა განმტკიცდებოდეს ჭეშმარიტი სარწმუნოების ცოდნაში და ამ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს მისი სულიერი განვითარება. კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი სამარიტელი დედაკაცის ამბავში, ის რომ ესე იგი როდესაც მაცხოვარი ამ თემაზე საუბრება, ეს დედაკაცი ძალიან ყურადღებით უსმენს მას და მაცხოვარ სურს რომ დაარწმუნოს იგი რომ ესე იგი თუ და გაუხსნას მას თუ ვინ არის თვითონ მაცხოვარი და ეუბნება რომ აი შენი ქმარი მოიყვანეო და რატო ეუბნება ამას ძალიან კარგად იცის მაცხოვარმა რომ მას ქმარი არ აქვს მაგრამ უნდა რომ ესე იგი რაღაც დაარწმუნოს ეს სამარიტელი დედაკაცი რომ იგი ჩვეულებრივ ადამიანს არ ესაუბრება და როცა ის დედაკაცი პასუხობს რომ მე ქმარი არ ამყავს მაცხოვრე ეუბნება შენ მართალი თქვი შენ ქმარი არ აკავს შენ ყავდა 5 ქმარი ესე იგი ეს სამარიტელი დედაკაცი ფაქტიურად აღმოჩნდება რომ ამ დიალოგის ასე ვთქვათ უკვე ბოლოსკენ რომ საკმაოდ ზნეობრივად ძალიან ესეთი დაცემული ზნეობის ადამიანი ახლა 5 ქმარი ესე იგი თავისთავად უკვე ესეთი ადამიანის ზნეობრივ უძლურებაზე მეტყველებს და მე-6-ო ვინც შენ გყავსო ისო ქმარი არ არის ესე იგი 5 ქმარი გამოიცვალა თუმცა კანონიერი იყო ეს 5-ე მაგრამ თავისთავად ამ სვლაში მისი უძლურება ზნეობრივი მაგრამ მე-6-ე უკვე ვისთანაც მას როგორც ქმართან ცხოვრობს აი იმასთან საერთოდ უკანონო ცხოვრობს და ეს რო უთხრა მაცხოვარ აი საოცრებაა მაგრამ
ამ სამარიტელმა დედაკაცმა უბრალოდ კი არ ირწმუნა, რომ ის ქრისტეა, იესო ქრისტე, არამედ იგი იმდენად აღივსვა ამ რწმენისგან მიღებული ასეთი აღტაცებით, აღთოვანებით, რომ სარწყულები დაყარა და გაიქცა ეს სარწყული მაინც წყალი, წყლის თემა აღმოსავლეთის ქვეყნებში ეს ძალიან ესეთი უზნობიარე თემა იყო, სასიცოცხლო მნიშვნელობის არის სარწყული, წყალი და ისინი აღარ ახსოვს ეს მიწიერი ამ ქვეყნიური სასიცოცხლო საჭიროება, აუცილებლობა, ეს მოთხოვნილება და ამას ყრის და გარბის და სადგარბის ისინი ახსავსია იმ გზნობით, რომ მან ირწმუნა, იხილა, მესია იხილა და უნდა რომ ეს ყველას გაუზიაროს და იმდენად წარმოიდგინეთ, იმდენად დიდია მისი ეს აღთოვანება, რომ ხალხი იჯერებს ამას და აი მთელი ეს ესე იგი სოფელი, რომელიდანაც იყო ეს ხალი, მთელი სოფელი მოდის მაცხოვართან და უსმენს მას და სთხოვს, რომ დარჩეს მაცხოვარი. აი რა იყო ის, რაც ასეთი ზნეობრივად დაცემული ადამიანი რამ განაპირობა, რომ ასე ფაქტიურად მოციქულებრივი მისია, მოციქულთა სწორი გახდა ეს ხალი, როგორ რანაირად ესეთი დაცემული ზნეობა. აი აქ არის მთელი საიდუმლოება, რომ ესე იგი მიუხედავად დაცემულობისა, ეს ადამიანი არ კარგავდა მოლოდინს იმისა, რომ ღმერთი მოვიდოდა, მესია მოვიდოდა, უпроსწორედ და მესია ადამიანებს გადაარჩენდა. ანუ ის ხედავდა თავის უძლურებას, როგორც რასაკვირველია დიდ სნეულებას და განიცდიდა ამ სნეულებას და სჯეროდა, რომ ღმერთი მოწყალეა და რომ როდესაც მესია მოვიდოდა, სწორედ ის დაეხმარებოდა ადამიანებს და ამოიყვანდა ამ ჭაობიდან, აი ცოდვის მორევიდან, ამოიყვანდა და აი ეს სასოება, ეს მოლოდინი, აი ეს არის სწორედ რწმენის თავარი, თუ შეიძლება ითქვას, საფუძვლები, რომ ღმერთი არის მოწყალე, ყოვლად მოწყალე, რომ მას შეუძლია ნებისმიერი ცოდვილი გაანკურნოს, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე, რომ ჩვენ უნდა გქონდეს დიდი იმედი ღმერთისა და აი ეს სარწმუნოებრივი საფუძვლებზე ყოფი ადამიანი, აი სწორედ აი ამ მტკიცე რწმენამ და მოლოდინმა, აი ეს მოლოდინი ხო სასოებაა, სათნოებაა, აი ეს სინანულმა, ანუ მას აწუხებდა თავისი ეს უძლურება, ეს ელოდა აი ამ განთავისუფლებას, ელოდა ამის იმედი ჰქონდა, ანუ ის კი სწოდავდა, მაგრამ შეგუებული არ იყო ცოდვასთან. ამ ცოდვისგან განთავისუფლებაზე ფიქრობდა, ოცნებობდა და სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და როდესაც ეს მან დაინახა, აი ისეთი ენერგია, ისეთი ძალა მიიღო, რომ მოციქულთა სწორი გახდა და აი აქედან რა შეჭანს, რომ სწორედ მისი რწმენა ეყრდნობოდა სათნოებისაკენ სწრაფვას. შეიძლება მისი სათნოებები ვერ ხორციელდებოდა, მაგრამ ის ისწრაფოდა ამ სათნოებისგან და აი საერთოდ ქრისტიანობა, როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, ეს არის სწრაფვა სათნოებისაკენ, სწრაფვა სრულყოფილებისაკენ და თვითონ ეს არის სრულყოფილება და აი ეს ცოდვილი ადამიანი შეიძლება ვერ ერეოდეს ცოდვას, მაგრამ არ კარგავდეს რწმენას და გქონდეს სინანული. აი ვისაც სინანული აქვს, მას ესე იგი ღმერთი მიუტევებს და შემდეგ აღავსებს ახალი ძალებით, განკურნავს ამ თავისი უძლურებიდან. აი ეს არის მთავარი აზრი აი ამ სახარების სამარიტელი დედაკაცის შესახებ მაცხოვრის საუბრის და აი აქაც ჩანს სულიერებისა და სწორედ ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ცოდნის კავშირის აუცილებლობა, რომ ეს დედაკაცი დაცემულიც კი, რადგანაც ჰქონდა სინანული და სინანული ნიშნავს, რომ არ ეგუები აი ამ
სათნოების გარეშე ცხოვრებას და ელოდები რომ შენ ღმერთის დახმარებით დაძლევ ამას, აი ეს არის სწორედ სათნოებისკენ სწრაფვა და სათნოებისკენ სწრაფვის მქონე ადამიანში რწმენა ყოველთვის არსებობს და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მდგომი ადამიანი ყოველთვის გაძლიერდება და აი სწორედ აი მისმა სათნოებებმა შეანარჩუნებინა რწმენა და მისმა რწმენამ ფრთები შეისხა, როდესაც ის შეეხო აი ამ ღვთაებრივ მადლს, ღვთაებრივ წყალობას. და აი ჩვენს ასე უნდა ვხედავდეთ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, რომ სულიერად ვითარდებოდეთ და ამავე დროს ვეძებდეთ იმ საძირკველს, იმ საფუძველს, რომელზედაც უნდა დავაყდოთ ჩვენი სულიერი განვითარება, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ცოდნა. და აი აქ არის სწორედ სულიერებისა და ინტელექტის ჰარმონიული კავშირი, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს და აი ეს მინდა ვთქვა, რომ ეს კავშირი რაც უფრო მტკიცეა, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო დიდია ნაყოფი ქრისტიანული ცხოვრებისა და აი საქართველოს ეკლესიის წიაღში მუდამ იყო ასეთი სვლა აი ამ კავშირის გამტკიცებისაკენ და იყო ნაყოფი სწორედ ჩვენი ასკეტური მოღვაწეები იყვნენ დიდი ინტელექტუალური ამავე დროს ასე ვთქვათ საქმის აღმასრულებელნი ჩვენი მონასტრები როგორც სულიერი მოღვაწეობის კერები იყო, ასევე სამეცნიერო მოღვაწეობის, საღვთისმეტყველო, ინტელექტუალური მოღვაწეობის კერები იყო. ასეთები იყვნენ ჩვენი საერო პირები, რომლებიც სწორედ აი ამ სარწმუნოებასა და მეცნიერებას, სულიერებასა და ინტელექტს მუდამ ასე ვთქვათ ჰარმონიულად ათავსებდნენ. წმინდა ილია მართალი ამბობდა გაბრიელ ქიქოძეზე, როგორც უდიდეს ღირსებაზე, რომ გაბრიელ ქიქოძე იყო მთავარი, რომელიც სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა. აი ეს დღესაც აი ჩვენი პატრიარქიაც განსვენებული, ღვთივგანსვენებული, ნეტარხსენებული ილია მეორე აი თავისი მოღვაწეობაში ამთლიანებდა სულიერებისა და ინტელექტს და ჩვენ აი სწორედ ეს დაგვიტოვა ეს გზა, სამეუფო გზა, რომელზედაც დღეს აგრძელებს ჩვენი ეკლესია და მადლობა ღმერთს მინდა ყველას მოგილოცოთ. ახალი პატრიარქის კურთხევა, რომელიც მართლაც აგრძელებს აი ამ გზას და რაც მთავარია ეს ხდება ერთსულოვნად სინოდის სინოდის მთავრებთან ერთად და აი ჩვენმა პატრიარქის ღვაწლმა ნაყოფი გამოიღო მისი არყოფნის ჩვენთან ფიზიკური არყოფნის მიუხედავად აი მის მიერ გაკვალული გზა სამეუფო გზა გრძელდება და ჩვენ ყველანი ამ გზაზე ვდგევართ და აი ეს არის დიდი გამარჯვება საქართველოს ეკლესიისა, რაც აუცილებლად ახლოეს მომავალში დიდ ნაყოფს გამოიღებს, იქნება საწინდარი სწორედ სამეუფო გზაზე მთელი ერის დადგენებისა და სამეუფო გზის გარეშე მყოფი ერი მიიდრიგება ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, ხოლო წმინდა წერილი გვეუბნება არა მიდრკე, არცა მარჯულ, არცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოს ასახვიდოდე. აი სწორედ ეს აკლია დღეს ჩვენს საზოგადოებას, არის საზოგადოება, რომელიც სულიერად ცდილობს განვითარდეს, მაგრამ შეიძლება ინტელექტუალურად არ არის ეს ბოლომდე, ასე ვთქვათ, გააზრებული ეს სულიერი ცხოვრება და პირიქით არიან ადამიანები, რომლებსაც ინტელექტუალურად შეიძლება მოღვაწეობენ, აზროვნებენ, რაღაც დიდი ცოდნა აქვთ, მაგრამ აი სულიერ განვითარების პროცესთან დაშორებულები არიან და აი ამის სწორედ აი ეს განყოფა, ასე ვთქვათ, რადიკალიზმი იწვევს დაპირისპირებას საზოგადოების ჯგუფებს შორის და სამეუფო გზასთან დაბრუნება
არის გზა ჰარმონიისკენ და აი ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენი ეკლესია ამ სამეუფოსას აგრძელებს და იმედია რომ ჩვენი საზოგადოებაც თანდათან ის პატრიარქის გაყვალულ გზას შეუერთდება, გაყვება და მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ რომ 1700 წლის თავს აღნიშნავთ წელს და აი სწორედ ეს აღნიშვნა კიდევ არის გახსენება ჩვენი გავლენილი გზისა, რომელიც სწორედ აი ამით არის ნიშანდობილი, რომ სამეუფო გზაზე იარა ჩვენმა ერმა, ამან გადაგვარჩინა, ამან მოგვიყვანა დღემდე, რომ არ ვიყავით უკიდურესობებში. ეს არის სიბრძნე და ეს არის გამოხატულება დიდი სიყვარულისა და დიდი სწორედ აი სარწმუნოების და სიყვარულის დიდი კავშირისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასროთ. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. ამინ.